ყველამ ვიცით რა არის შუაღამის doom scrolling-ი. ვიღაცისთვის მეთოდია რომ დრო სწრაფად გაიყვანოს ღამის სმენაში, ვიღაცისთვის კი პრობლემებისგან გაქცევის მექანიზმი. ის რამაც უნდა გადაგატანინოს აზრები იმ ფაქტიდან, რომ გამოცდამდე მხოლოდ ერთი თვე დაგრჩა და არაფერი იცი, ან რომ ქირა 3 დღეშია და ხელფას კიდევ ერთი კვირა ვერ აიღებ. მარტივი დოპამინის დოზა, რომელსაც ტვინს აძლევ, რომ ღამის 2 საათზე მე-7 სართულის ღია ფანჯარა ნაკლებად მიმზიდველი გამოჩნდეს. პირადად ჩემთვის კი ეს არის ლატარია. ან ისეთ შორტს გადავაწყდები, რომელზეც ვიტყვი, damn, that's impressive და გაუგზავნი მეგობრებს, რომ დილით მათგანაც მსგავსი რეაქცია მივიღო, ან კოშმარს, რომელიც მათ ქმევნებს, bro, ვინ გააკეთა ეს, ან რისთვის? What the fuck? ჩვენი დღევანდელი პაციენტი სწორედ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. AI მარაზმი, რომელსაც ღამის 2 საათზე doom scrolling-ის დროს გადავაწყდი. და თუ მე ჩამელპატვინი, ეხლა თქვენი დრო მოვიდა. მოდი ცოტა ხნით დავბრუნდეთ წარსულში. გარეთ 2022 წლის 30 ნოემბერია, მე დაბადების დღეს ავღნიშნავ, ხოლო თქვენ კი ხსნით სოციალურ ქსელებს და იგებთ ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე სახელად ChatGPT. ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ყველა თქვენს კითხვაზე აქვს პასუხი და რომელიც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში თქვენი მასწავლებლების და ლექტორების ყველაზე დიდი კოშმარი გახდება. შესაძლებლობების უსასრულო ჰორიზონტი, AI რევოლუციას საფუძველი ჩაეყარა და ლიმიტი ერთი შეხედვით საერთოდ არ არსებობს. ეხლა კი წინ გადავხტეთ სულ რაღაც 2 წლით და ხელოვნურმა ინტელექტმა აი ეს სასწაული გვაჩუქა, რასაც დღეს განვიხილავთ. თუ პირველად ხართ აქ, გთხოვთ გამოიწვიოთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი. ეს ძალიან შემიწყობს ხელს და მადლობელი დავრჩები. ალბათ ყველა მიცით უკვე რომ YouTube-ს AI სლოფის სერიოზული პრობლემა აქვს. ყოველ და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ათასობით ვიდეო იტვირთება პლატფორმაზე და თვითონაც იცით რომ quality content-ი 5%-ზე ნაკლებია. რეალურად 5%-იც კი ჯენერეს არის ჩემი მხრიდან. მაგრამ ზოგჯერ AI სალაფავშიც კი ისეთი random და ისეთი ნარკომანული ვიდეოები იჩნდება, რომ არ შემიძლია ვიდეო არ გავაკეთო მათზე. არა, დღეს არც იტალიურ brain rot's და არც LeBron James და დიდის არ შევეხებით ბამბის პლანტაციებში. თუმცა მათზეც გავაკეთებდი სიამოვნებით ვიდეოს და შეიძლება მომავალში ვქნაც კიდე ასე. ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა არის არხი სახელად God Loves Animals. რას გვეუბნება სათაური? რომ ალბათ ეს არის cute ქრისტიანული არხი ცხოველებზე. თუ ეს იფიქრეთ, არც ისე დიდად აცდით არხის ავტორის ჩანაფიქრს. თუმცა იდეა და განხორციელება ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგჯერ კი იმდენად განსხვავდება, რომ მსგავსი ვიდეოების მიზეზი ხდება და როგორც შესავლიდან მიხვდით wholesome Christian content წინ ნამდვილად არ გველის. მოდი არხის ყველაზე პოპულარული ვიდეოთი დავიწყოთ, რომ გავიგოთ რა მონსტრთან გვაქვს საქმე. ოკეი, მოკლედ, თვითმფრინავი ვარდება და პანიკით ახსავს დედამ პირდაპირ ფანჯრიდან გაისროლა საკუთარი ახალშობილი. What? რა იყო აქ ჩანაფიქრი? მიწაზე დანარცხებით უფრო ნაკლებად მტკივნეულად მოკვდება, ვიდრე თვითმფრინავის მიწაზე დახეთქების იმპაქტისგან? ლოგიკა ამ ქალის ძლიერთვისება ნამდვილად არ არის. ანუ ტერორისტების თავდასხმა იყო დედის პანიკის მიზეზი? რატო არსად არ წერია რომ ვიდეოს მოვლენები 2001 წლის 11 სექტემბერს ხდება? Now baby has a parachute? How the fuck does baby have a parachute? როცა აშკარად არ ქონდა, ან სადიპოა დედამ პარაშუტი შუა ტერორისტული აქტის დროს. ვიდეო რამდენიმე წამია დაიწყო და ტვინი უკვე მიდნება. ნუ სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ პარაშუტები ესე აშკარად არ მუშაობს. აჰა, Animals ხედავ, ალბათ გადიც მალე გამოჩნდება. ეხლა საიდანღაც შემოდანი გაჩნდა. კარგი, მგონი ჯობია კითხობის დასმა შევწყვიტო. კიდე კაი გვაჩვენა ავტორმა რა იდო ჩემოდანში, ბავშვის ბოთლი და ბიგის სანთებელა. ეხლა მშვიდად შემიძლია დავიძინო ღამით. არა, მოიცა არ შემიძლია. სადმე მგზავრებოდა ჩემოდნის პატრონი ამ ბაგაჟით. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რისთვისაც ბოთლი და სანთებელა საჭირო და მაგ საქმისთვის ბავშვის ბოთლი ნამდვილად არ გამოდგება. პანდა, შესადისტო. რა საჭმევ თოების ბავშვს? იმისთვის გადაარჩინე მომენტალური სიკვდილის გარო მოუნელებლობით ალერგიიდან ცუდად გასუფთავებული თევზის ძვლების ყელში გაჩხერვით მოკლა. თუ ღმერთს მართლა უყვარს ცხოველები, ეს მონსტრი მათ სიაში ნამდვილად არ შედის. გონი დროა შემდეგ ვიდეოზე გადავინაცვლოთ. პანდამ სულ სიგნალი დაწერა, რის შემდეგაც სამხედროები მოფრინდნენ და ორივე გადაარჩინეს. The end. ხო და პანდამ უკაცრიელ კუნძულზე ბავშვისთვის სადღაც კაბა იპოვა. Don't ask how please.
გონი რაღაც თემატიკას ხედავ ვიდეოებში, ისევ გასაჭირში მყოფი დედა და ახალშობილი. ამჯერად ისინი მგლებს გაურბიან და დედამ კიდევ ერთხელ იპოვა ალტერნატიული გზა, რომ საკუთარი შვილის სიკვდილისთვის გაიმეტოს. What the fuck? მოიცა. ანუ მე ვიდეოს პირველ 30 წამში შეგინება არ შემიძლია, ისე რომ ვიდეოს მონეტიზაცია არ გაეთიშოს და რეკომენდაციებში არ მოკლას YouTube-მა ვიდეო, მაგრამ ამ ტიპს შეუძლია ჩვენს გლები როგორ გლეჯენ ცოცხლად ქალს. მადლობა რომ დააცენზურა მაინც. რა თქმა უნდა, ისევ პანდა, აშკარად ფანტაზიასთან არ მეგობრობს ამ ვიდეოების ავტორი. რა თქმა უნდა პანდამ ისევ გადაარჩინა ბავშვი და მოუარა სანამ შველა მოვიდა. მაგრამ ამჯერად ჯარისკაცების ნაცვლად ისინი თავად იესო მიხსნა. ეხლა ხვდები გად რატომ არის არხის სათაურში. დედაც რო გადაერჩინა უსასტიკესი და უმტკივნეულესი სიკვდილისგან არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ you know, God works in mysterious ways. შემდეგი ვიდეო. კარგი, მგონი მართლა ძალიან გადაუხვიეთ wholesome ქრისტიანული არხიდან. ამჯერად შუბლები რატომღაც ცოცხლად მარხავენ თავიანთ ახალშობილს. და კი ის ცოცხალია literal ტირის ვიდეოში. What the fuck is this channel? პროგრესი გვაქვს, ამჯერად ბავშვი პანდის ნაცვლად კატა მიხსნა. ესეთი ტემპით ავტორის writing skills-ები ისე განვითარდება, რომ ცოტა ხანში ანო ჰიდეკაიც კი დამწყები ლუზერი გამოჩნდება თავისი ისტორიებით ანგელოზებზე, გიგანტურ რობოტებზე და დეპრესიაში მყოფ გუნერებზე. ბოლოში რა თქმა უნდა იესო მოვიდა, ბავშვი გააცოცხლა და ყველამ თავისი happy end-ი მიიღო. იმედი მაქვს შობლები მაინც გაუშვეს სამუდამოზე. A man can dream. კარგი, ამჯერად დედა და შვილი ავტოკატასტროფაში მოყვნენ. მეჩვენება თუ ეს უკვე ფეტიშს უფრო გავს ვიდრე კონცეპტს. არ მკითხოთ ახალშობილიანად გადაურჩა ამას, მინდაო ჩემი ფსიქიკა შევინარჩუნო. კატა ისევ საქმეშია, hell yeah. მესმის ცხოველებმა არ იციან მონელების სისტემა როგორ მუშაობს ადამიანებში, მაგრამ come on man, ამანაც თევზი მოათრია თანაც ამჯერად მყარ ფორმაში. Okay, let's go. კატამ როგორღაც პოლიცია შეატყობინა მომხდარზე, მაგრამ oh no, ბავშვი მგლებმა გაიტაცეს. რა მოხდება? ნუ თუ ამჯერად არ გვექნება ბედნიერი დასასრული და ბავშვი დედის ბედს გაიზიარებს ერთ-ერთი წინა ვიდეოდან. რა თქმა უნდა არა, პოლიციამ დროულად იხსნა ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ გელს საათები ჰქონდა მისთვის ბოლო რომ მოეღო. აი სულ არ გძნობ როგორ მაკლება ინტელექტი ამ ვიდეოების ყურებით. კარგი, всё, ბოლო ვიდეო და დავამთავროთ, მეც ადამიანი ვარ და მეც მაქვს ჩემი ლიმიტი. როგორც იქნა, დედა და პატარა ბავშვის ნაცვლად მამა და პატარა ბავშვი ყავს. თუ გავითვალისწინებ მშობლებს რა ბედი ეწიათ ყველა წინა ვიდეოში არ მშურს ამ კაცის. რა თქმა უნდა, ზვავი ჩამოწვავს, всё, rest in peace mama. Rest in peace კი არა, never rest you piece of shit. ძლივს მამა ვნახე ვიდეოში და ეგეც პროჭი გამოდგა. გონი რადიკალური ფემინისტის არხს გადავაცდი. დოგომ წენა გულში არ შეინახა და გადაარჩინა მამაც და შვილიც. მიუხედავად იმისა, რომ მაგნა ბიჭვარმა დაასისხლიანა. Now God definitely loves this animal. ესმის პანდა. მამაზე დაჯმის პარადი გრძელდება, ტიპმა ესეთი რასცემა, რომ სისხლით დაიცალა და მოკვდა ძაღლი.
რა თქმა უნდა, iOS-ом ბოლოში გადაარჩინა და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ lock that dead up. კარგი, აქ დავამთავროთ ჩვენი მოგზაურობა AI slop-ის სამყაროში. ვინ უყურებს ამ ვიდეოებს? ჩემი გარდა რა თქმა უნდა, ან ვიზია საერთოდ გათვლილი. არა, პრინციპში მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ჩვენ ბებიებზე, რომლებიც დაბოლებაც ესეთი მარტივი რომ არ იყოს, აქამდე ინდოეთი გაკვდრდებოდა. სხვა ვინ დაალაიქებს ამას და ვინ დატოვებს გავს კომენტარებს. უცებ დამაინტერესა რომელმა ქვეყანამ გვაჩუქა ეს სასწაული და აღმოჩნდა რომ სწორი პასუხია ტაივანი. დავფიქრდი ჩინეთის მხარეს ხوار გადავიდი ამ შედევრების ნახვის შემდეგ. არა ხუმრობ. Unless მოკლედ რომ ვთქვათ, AI რევოლუციამ რაღაც არასწორი გზისკენ გადაუხვია და მხოლოდ იმის წარმოდგენა შემიძლია კიდე რა შედევრებს გვაჩუქებს ის. მე კი აქ ვიქნები რომ ისინი თქვენთვის განვიხილო და საბოლოოდ მოუღო ბოლო ჩემ და თქვენ ბოლო ტვინის უჯრედს, რომელიც ასე დაუღლელად იბრძვის, რომ ბოლომდე არ გადავიდეთ ჭკუიდან. დაალაიქე ეს ვიდეო, დატოვე ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერე არხი. ხოლო მე კი მომავალ ვიდეოში შეგხვდებით. ნახვამდის. Hello, how are you? I am under the water. Please help me. Here too much raining.